საღამშვიდობისა მოგესალმებით, მე ირმა ინაშვილი გახლავართ და თქვენთან ერთად ვიქნები ობიექტივის პირდაპირ ეთერში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. დაშავება აი ამ მითი დასრულდა ამ სიტყვით ობიექტივის სიუჟეტი და გაშავება პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ეს რაღაცნაირად იქცა ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთ მძიმე ტვირთად და მძიმე სენად. მეგობრებო, ძალიან ღრმა, ძალიან შემაშფოთებელი პროცესი მიდის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. იგივე სოციალურ ქსელებში შესაძლოა ბევრი თქვენგანი არ არის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი, მაგრამ მაინც გაქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ ვის ესხმის თავს და ეს არის დაუსრულებელი პროცესი. მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო და ვთქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ არ დაწყებულა ეს Facebook ზონდერ ჯგუფების თავდასხმები. ამას სათავე დაუდო სააკაშვილის რეჟიმმა, ისიც ამგვარად იყენებდა, ბოროტად იყენებდა სოციალური ქსელის ზონდერ ჯგუფების აქტივობას, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში მიდიოდა ცილისწამება, სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანების აბუჩა დაგდება, დაცინვა, შეურაცხყოფა აღვირახსნილი პირადი შეურაცხყოფის ჩათვლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოვიდა ქართული ოცნება და გითხრათ სიმართლე, მე პირადად ვერც კი დავუშვებდი 2012-2013 წლებში, რომ ერთჩვენიერ დღეს ქართული ოცნება ზუსტად იგივე გესს აიღებდა, ისიც ორგანიზებას გაუწევდა და შექმნიდა სოციალურ ქსელში ასეთივე ჯგუფებს და დღეს ჩვენ ვხედავთ, ამაზე ისაუბრა ახლა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ დავით არხანმოურავმა ობიექტივის ეთერში გუშინ, რა თავდასხმებს ჰქონდა წლების განმავლობაში ადგილი ჩვენს წინააღმდეგ, ეხლაც რა თავდასხმებია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ვალია, საზოგადოების საღი ნაწილის ვალია, მოვუწოდოთ ამ მხარესაც და იმ მხარესაც შეჩერებისკენ. გასაგებია, რომ დღეს დუღილი არის ქვეყანაში, არის რადიკალიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, არის უზარმაზარი ნაპირი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის, უზარმაზარი ნაპირი კი არა, ნაპრალი და აგრესიის ხარისხი უმაღლესია სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ გვავალებს ეს ვიქცეოდეთ როგორც ადამიანები იმგვარად და არ ვიქცეთ ცხოველებად, რომლებსაც ყველაფრის კადრება შეუძლიათ და ყველაფერი შეუძლიათ დაწერონ, გითხრან, საჯაროდ დაგაბრალონ. მე ყველაფერი მესმის, მეგობრებო, მესმის კონკურენცია, მესმის პოლიტიკური დაპირისპირება, მესმის ყველაფერი, მესმის ის, რომ ბევრი რაღაცა არ მომწონს არც ამ ფლანგის და არც იმ ფლანგის საქმიანობიდან თუ რიტორიკიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას, ვისაც ასევე მე არ მოვწონვარ, ასევე არ მოწონს პატრიოტთა ალიანსის აზრები თუ ჩვენი ნაბიჯები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უშვერი სიტყვებით, უშვერი ლანძღვაგინებით ჭყალებში შეამკონ მეც და ჩვენი პარტიის სხვა ლიდერები და ასევე ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ, ხო, ეს ეხება ყველას, ეს მთელ საზოგადოებასაც ეხება, პოლიტიკურ სპექტრსაც, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ყველა ერთმანეთს აგინებს, ყველა ერთმანეთს აფურთხებს, მუხრუჭი არავის არა აქვს სამწუხაროდ და მე ისიც უნდა გითხრათ, რომ აი ამ ყველაფერს რაღაცნაირი ახალი სუნთქვა ჩაბერა სამწუხაროდ ქართული ოცნების რაღაცა ჯგუფება, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, თორე ქართულ ოცნებაშიც არის ხალხი, რომლისთვისაც მიუღებელი და დაუშვებელია ეს ტექნოლოგია, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ და საერთოდ ეს უზნეობა, უწესობა და უსაქციელობა. ატმოსფერო, რომელზეც მე ხავ საუბრობ, არის ძალიან მძიმე.
და ეს ატმოსფერო შესაძლელია. მე მეორე შტრიხზე მინდა ასევე მიგაქცევინოთ ყურადღება, მეორე რაც არ ვიცი რა ეს ხდებოდა კომუნისტების პერიოდში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ბოლო პერიოდს თუ ავიღებთ, მაშინაც არ ხდებოდა ასეთი რამ. პირიქით ლოზუნგი ჰქონდათ კრიტიკა და თვითკრიტიკა. მერე გახსოვთ პერესტროიკა, ხო? და აი ესეთი რამ, რომ სრული მიუღებლობა იყოს განსხვავებული აზრის, მაშინაც კი არ იყო თქო ამისი თქმა მინდა. აი ამ კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებში. და დღეს ჩვენ რას ვხედავთ, რას ვაკვირდებით? ვაკვირდებით იმას, რომ ეს მიუღებლობა გამოიხატება ყველგან, ყველაფერში. და აზრის ჩახშობა სადგილი აქვს ასევე ყველგან, ყველაფერში. თუ შენ ელემენტარულად გაქვს განსხვავებული პოზიცია ვიდრე ქართულ ოცნებას. უმალ აქტიურდებიან ქართული ოცნების ტროლები, ბოტები, დაფინანსებული პოსტავები, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში და იწყებენ მიზანმიმართულ შეტევას შენს წინააღმდეგ. იგივეს აკეთებს ის ფლანგიც. ეს სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნოთ ორივე. იმათაც ყავთ ეს ზონდერ Facebook ჯგუფები და ამათაც ყავთ. ჩვენ მაგალითად არ გვყავს ესეთი პოსტავები თუ ტროლები და ბოტები სოციალურ ქსელში. თუ ვინმე ჩვენ მხარს გვიჭერს სოციალურ ქსელში, ეს ნამდვილად ჩვენი გულწრფელი მხარდამჭერია. ის დავალებას არ იღებს, რომ ან მალხას თოფურია შეაქოს, ან ოთო ჭითანავა შეაქოს, ან ირმა ინაშვილი, ან დავით არხანოვა. გულწრფელად ხალხი მის პოზიციას გამოხატავს ჩვენთან მიმართებაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების მმართველობის 13 წელი დგას და შევედით იმ ფაზაში და იმ მდგომარეობაში, როცა უკვე ადამიანები ფიქრობენ, ვაიმე, თქვა თუ არა ეს. და როგორ იქნება აღქმული ჩემი ეს განსხვავებული მაგალითად პოზიცია, განსხვავებული ქართული ოცნების ლიდერებისგან, განსხვავებული ქართული ოცნების პარტიისგან. როგორ იქნება ეს აღქმული და ეს ჯაჭვური რეაქცია, ეს დაბრკოლება, ეს შიში, ეს ედება მე მოიცავს საზოგადოების გარკვეულ ფენებს და ამიტომაც არის, რომ კიდევ ერთი ქართული ბუნებისთვის არადამახასიათებელი რამ ხდება ჩვენ თავს, როდესაც ერიდებიან ადამიანები განსხვავებული ბანაკების წარმომადგენლები ერთმანეთთან მისალმებას, პანაშვიდებზე მეგობრებო, მე მაგალითად რამდენიმე პანაშვიდზე ქართული ოცნების ლიდერებმა ისე მაქციეს ზურგი, თითქოს ერთად არ ვისხედით პარლამენტში 4 წელი, ან მანამდე ზოგიერთ მათგანთან ერთად კიდე სხვა ურთიერთობა მქონდა, მაგრამ არ იციან იქ ზემოთ რას ფიქრობენ ჩემზე. და ამიტომ ეს რო არ იციან, ან იციან, რომ კარგს არ ფიქრობენ ზოგიერთები, ამიტომაც გერიდებიან. და ჩვენი ბუნება, ჩვენი ქართული ბუნება, აი ესეთ პატარა ადამიანის აქციელია, ეს შეუთავსებელია ჩვენთან ეს ყველაფერი. და ძალიან სამწუხაროა, გუშინ დავით არხანმოურავი საუბრობდა ირმა ცხოვრაგაულის საავტორო გადაცემაში იმაზე, რომ აი ორგანიზებულად ჯგუფები სოციალურ ქსელში ფინანსდებიან, ზოგს 100 ლარს უხდიან, ზოგს 500 ლარს უხდიან, იმაში, რომ მაგალითად ირმა ინაშვილს მიაყენონ პირადი შეურაცხყოფა. და ჰაჰავებას ეძახიან ახლა, დაქცინონ, ანუ აი ამაში ყოლ და მწერენ, მე საქმე იმაშია, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაქვს არაერთ ჟურნალისტთან ურთიერთობა, ასევე სოციალურ ქსელშიც ბევრ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ოცნების ფლანგიდანაც და ეს ადამიანები მწერენ და ამ ყველაფერს მეუბნებიან და ბრძანა გუშინ ბატონმა დავითმა, რომ ფიგურირებს იქ სუსიდან მართული აგენტურაც ფიგურირებს მამუკა მდინარაძის და დიტო სამხარაძის სახელებიც და კარგი იქნება თუ მამუკა მდინარაძეს დიტო სამხარაძეს მიაქცევენ ამას ყურადღებას, თორე ვიცი, იმაზე მეტი ვიცი თქვენ რო წარმოგიდგენიათ ბატონებო და ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს. თქვენი სამიზნე ჩვენ არ უნდა ვიყოთ.
პატრიოტთა ალიანსი არ უნდა იყოს ქართული ოცნების სამიზნე. იმდენი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ოცნება, რომ მოკავშირეებს უნდა ეძებდეს, კი არ უნდა იმრავლებდეს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ სათითაოდ უნდა კრებდეს, აერთიანებდეს მთელ საზოგადოებას და ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ რაღაცნაირ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ატმოსფეროს, საკმაოდ მძიმე ატმოსფეროს, როდესაც უკვე ისეთი შიშები შემოიპარა და გაჩნდა. თორემ აი კამპანია, რომელიც აგორებული იყო პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ აი ამ დღეებში 2-3 დღის განმავლობაში, ეს იყო სრულიად უწესო, უზნეო კამპანია. როგორ შეიძლება წარმოიდგინო კი არა, დაუშვა კი არა, წარმოთქვა კი არა, საერთოდ როგორ შეიძლება თავში დაგებადოს ის აზრი, რომ პატრიოტთა ალიანსი შეეკრა ნაცმოძრაობას. ჩვენ მეგობრებო, წესიერი და ზნეობრივი ხალხი ვართ, ისევე როგორც თითოეული თქვენგანი, რომელიც ახლა მე მისმენთ. და ვის და ნაციონალურ მოძრაობას არ შევკრივართ, არ ვეკვრებით და არც არასდროს არ შევეკვრებით. და თვითონ ის ფაქტი, რომ ამაზე დისკუსია გაჩაღდა, განსაკუთრებით ქართული ოცნების რაღაცა ჯგუფებში, პოსტავებში, რომლებსაც ეს დავალება ჰქონდათ მიცემული, აი თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან გულსატკენი სხვათა შორის. ჩვენ არ ვიმსახურებთ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ზოგიერთი ის პოსტავი გვეკითხებოდეს, თქვენ რა ნაცებს შეეკარით, რომელიც თვითონ ჩვენ რო სიცოცხლეს ვწირავდით და ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას და ცოტანი რო ვიყავით, თვითონ მაშინ იყო ნაცმოძრაობის მეხოტბე. თბილად იყო მოკალათებული ნაციონალური მოძრაობის კალთაში, აი ეს ამ კალთაში გამოიშუშა ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც გვცემეს, გვტყეპეს, დაგვარბიეს, აი ეს ტელევიზია ობიექტივი. ეხლა რო ანათებს თქვენს ოჯახებში. ეს ტელევიზია წართმეული იყო 10 წელი. მე, ირმა ინაშვილი, ობიექტივი ჟურნალისტები ვიბრძოდით იმისათვის, რომ წართმეული ტელევიზია ჩვენთვის დაებრუნებინათ და სააკაშვილის რეჟიმმა ასეთი ტელევიზია 40-ზე მეტი არხი წაართვა კანონიერ მფლობელებს და ვითომ არაფერი დღეს იცით ნაცებს შეეკარით. საერთოდ როგორ ბედავთ, ვინც აი ესეთ რამეს წერთ Facebook-ში, ჩვენ ეს კითხვა დაგვისვათ. სულ რომ დამინახოთ, რომ დგავარ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ან გვერდზე ჩაუვარი, ან მივესალმე. განა ეს შეკრას ნიშნავს და მეტი პატივისცემა, მეტი ნდობა ერთმანეთისადმი არ უნდა გქონდეს ჩვენ, რომ ასეთი რამ არ დაწეროთ, მაგრამ ორგანიზებულად წერდით ამას. მე ამ ხალხს მივმართავ და ამ ორგანიზებას ქართული ოცნების გარკვეული ჯგუფი უწევდა და უწევს ასეთ პროცესებს. სამწუხაროა ეს ყველაფერი ძალიან. მე გავაგრძელებ საუბარს, სხვა თემაზე გადავალ ახლა, გადავალ იმ პოსტავებზე და ორ სიტყვაში დავასრულებ რა. სიუჟეტი იყო ახლა მოკლე პატარა რუბრიკა დაიწყო ესეთი ახალი ობიექტივმა, რომელიც ამხელს სხვადასხვა პირებს, იმ პირებს, რომლებიც Facebook-ში ძალიან აქტიურობენ და სინამდვილეში სხვადასხვა ტვირთით არიან დატვირთულები და ეს ტვირთი არის ის, რომ ზოგი სპეცსამსახურების აგენტია დაბალი დონის, ქვედა დაბალი დონის აგენტი, ხა ამათ არც რაღაცა დიდი მნიშვნელობა და დიდი სტატუსები არ აქვთ იმ სისტემაში და არც არაფერი დიდი ფუნქცია. ამათი ფუნქცია არის სუსის დავალებით წერონ პოსტები Facebook-ში და ლანძღონ და აფურთხონ ადამიანებს და აი ეს ერთ-ერთი პირი, რომლის შესახებ თქვენ ამ სიუჟეტიდან მიიღეთ ინფორმაცია, ყველაზე აი დაბალი ქვედა დონის სუსის განყოფილების ინტერესებს ემსახურება. და ძალიან მწუხვარ მე, რომ აი ესეთ ხალხს შეუძლია პირი გააღოს და 1000 საზიზღრობა იკადროს
და ილაპარაკოს სოციალურ ქსელში და წეროს ეს ყველაფერი, ვითომც არაფერი და არაკაცობა სხვა რამე კი არ არის. აი ამ კაცის არაკაცის საყურადღებოდ ვამბობ, ასეთების საყურადღებოდ ვამბობ ახლა. ენა იმიტომ აქვს ადამიანს, რომ ზოგჯერ ეს ენა კი არ გამოყოს და ყველაფერი წეროს და ილაპარაკოს ტყუილი და 1000 საზიზღრობა, არამედ თავი შეიკაოს და გაიაზროს, რომ არც ერთი მისი ტყუილი და ცილის წამება არ დარჩება უპასუხოდ და საჯარო მხილება ყველაზე კარგი პასუხია. თორემ იყო დრო, აი ჩემი მამების თაობა მაგალითად, ესეთ შეურაცხმყოფელს, ქალის შეურაცხმყოფელს განსაკუთრებით და ძალიან ბევრ მანდილოსანს ამ პირმა, ამ არაკაცმა და ლაჩარმა მიაყენა იმ დღეს შეურაცხყოფა პირად მიმოწერისას, საჯარო პოსტებშიც, აი ესეთ კაცებს, არაკაცებს უბრალოდ ჩემი მამების თაობა სულ სხვაგვარად ექცეოდა. და ისინი თავს ვერ ყოფდნენ მერე ვერც ქუჩაში, ვერც უბანში, ვერც ქალაქში, ვერც ქვეყანაში და პირდაპირ ერთხელ არაკაცები. კიდე არ მინდა რაღაცა უცენზურო სიტყვა გამოვიყენო, იმედია ყველა მიხვდით, რაც ერქვათ, აი რაც იყვნენ, იმას არ ქმევდნენ, ამ სახელით ტოვებდნენ. მაგრამ ვინაიდან დრო შეიცვალა, ეპოქა შეიცვალა, ვართ პოლიტიკაში ჩვენ, პოლიტიკური პარტიის ლიდერები ვართ, გვაქვს თმენის ვალდებულება, უნდა მოითმინო. ესე არის. უნდა მოითმინო და შენც რაღაცნაირად შეურაცხყოფით იმ დონეზე ვერ დაეცე, მაგრამ რაღაცა უნდა უთხრა მაგალითად, რომ შენ რო ზიხარ თითებს აკაკუნებ, შეარაკაცო. აი იმ შენი სადღაცა ბუნაგიდან ჩვენც ვიცით შენზე ვინახარ. თვითონ ადასტურებს აგერ ეს მამფორია, ლევან მამფორია, ილია ჩაჩიბაიასთან მოკლე ინტერვიუში, რომ ის ამ საქმესთან, ტერორიზმის საქმესთან კავშირში იყო და სწორედ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ედავებოდნენ მას და პირდაპირ ეს ქონდა წაყენებული მას დანაშაულის შეუტყობინებლობა და ისე სიამაყით ამბობს ამას, თითქოს დანაშაულის შეურაცხყოფა დანაშაული არ არის. დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაული არ არის. ეს ძალიან ძიმე დანაშაულია, მით უმეტეს თუ საქმე ეხება ტერორისტულ აქტს და აი ესე არაფერი არ იმალება მეგობრებო და ჟურნალისტის პროფესია იმასაც გულისხმობს, რომ გაიხსნას ეს ყველაფერი ვინ არის და აესახართ თქვენ. ამაზე მეტი არ შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია, ძალიან ცუდია და კარგი იქნება თუ ქართული ოცნება ამას გაითვალისწინებს, რომ წახალისებულია პარტია ქართული ოცნების რაღაცა ჯგუფების მხრიდან ესეთი მანკიერება და ესეთი უწესობა, ამას პოლიტიკა არ ქვია. ეხლა მინდა გადავიდე სხვა თემაზე. ეს თემაც ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეხება, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა ვადევნებთ თვალს პროცესებს, რაც მიდის ახლა გარე სამყაროში საქართველოსთან მიმართებაში. იყო საუბარი და დიდი განხილვა მოყვა ამას მერე მეგობარ აქტზე, რომელიც მიიღო კონგრესმა 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ანუ კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ამ აქტზე. ეს არის საკმაოდ ძიმე კანონი საქართველოსთვის, რომელიც უკვე უმძიმე სრულ სანქცირებას ითვალისწინებს ხელისუფლების მაღალი რანგის, ანუ პირველი პირების სანქცირებას ითვალისწინებს ასევე მოსამართლეებზე ალაპარაკი, ბიზნესი, პროპაგანდისტები, ანუ მედია საშუალებები, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, მათი მფლობელებიც იყვნენ დასახელებულნი და როგორი შეფასებები გააკეთეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა. მე მაგალითად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი, ძალიან დამაფიქრა აი ამ პასუხებმა. და რა იყო ეს პასუხი, როგორ კომენტარებს აკეთებდნენ, რომ აი ეს არისო
ამერიკული დემოკრატია დაიმარხა. ამერიკაში დემოკრატია აღარ არისო, იმიტომ რომ ეს მეგობარი აქტი კონგრესმა ესე მიიღო და მე კიდე თუ სენატიც მიიღებს და ტრამპიც ხელს მოაწერსო, საერთოდ დაიმარხება ამერიკული დემოკრატია. ეს არაფერი არ არისო, ეხლა პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდი წეღან. საინფორმაციო ხმაურიაო, მეტი არაფერი არ არისო და ისე ამარტივებენ, ესეთი ტერმინი არის აპუსტიაკებენო, ამარტივებენ ამ ყველაფერს, ვითომ არაფერი არ არის, ცით არაფერი არ არის, რომ საქართველოს მოწყდა რაღაცნაირად ცივილიზებულ სამყაროს, არის მტრული რიტორიკა, აბსოლუტურად მტრული რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს, სენატორებს, სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის და ეს იხსნება იმით, რომ თურმე სუვერენიტეტს, საქართველოს სუვერენიტეტს იცავს ქართული ოცნება. მაპატიეთ, შეიძლება მე სამყაროს, პოლიტიკას, საერთაშორისო პროცესებს ვხედავ სხვაგვარად, არა ისე როგორც ქართული ოცნების ლიდერები, მაგრამ არ ვთვლი მე რომ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა გულისხმობს აი ასეთ რიტორიკას და განცხადებებს, რომ ჯო ვილსონი ვინ არის, არავინ არ არის, ეს კორუმპირებული კონგრესმენია. რომ აი ტრამპი deep states თუ მოერევა, მე ჩვენ ურთიერთობას დავამყარებთ და აღდგება რაღაცა ურთიერთობა. აი ამ რაღაცა აბსურდში, ამ სისულელეში გადის ეს დრო და საქართველოს სხვათა შორის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იმიჯს უქმნის. არავითარი კავშირი ამ რიტორიკას და დაპირისპირებას ამერიკასთან და ასევე ევროპასთან არ აქვს ქართული სუვერენიტეტის დაცვასთან. ეს არის ბლეფი, ეს არის გადმოგდებული ფრაზა, რომ აი ჩვენ ვართ ისეთი კარგები, ვიცავთ სუვერენიტეტის დაცვა, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა ნიშნავს იმას კი არა, რომ შენს ქვეყანას აყენებ ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე სინამდვილეში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ მიბმული არის ყველაფერი ეკონომიკასთან, ხომ? დოლართან, რომელზეც ჩვენი ეკონომიკა ბმაშია, პირდაპირ ბმაშია და ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საფრთხეებს კი აქრობდე. პირიქით ვხედავთ, რომ ახალი და ახალი კერები ჩნდება საქართველოს გარშემო და გონიერი ხელისუფლება ასეთ კომენტარებს ჩემი აზრით არ უნდა აკეთებდეს, რა კომენტარებსაც ჩვენ ვისმენდით. საქართველოს ყველას გვეკუთვნის. საქართველოს არ არის მხოლოდ პარტია ქართული ოცნების საკუთრება, მეგობრებო და რაღაცნაირად ჩნდება ისეთი განწყობა საზოგადოებაში, რომ აი ჩვენა ვართ და ჩვენია და ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რას ვამბობთ და ვის ვეომებით და ვის არ ვეომებით. ესე არ არის ჩემო ძვირფასებო. საქართველოს თუ აი ამ გამოწვევების ფონზე რაც ახლა ხდება, თუ საქართველოს დამარცხდება აი ამ ქართული ოცნების რიტორიკიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე, ვერავინ ვერ გავიმარჯვებთ. ვერავინ ვერ გავიმარჯვებთ. ამ დამარცხებაში მე ვგულისხმობ იმ ძალიან ბევრ კრიზისს, რაც წინელის ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ. და ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს არა ამ საფრთხეების მომრავლება, არამედ ამ საფრთხეების განეიტრალება. არ შეიძლება იყო ყველაფერში შენ მართალი და ყველა დანარჩენი ტყუოდეს. შენ წინაშე ტყუოდნენ შენი პოლიტიკური ოპონენტები, შენ წინაშე ტყუოდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, შენ წინაშე ტყუოდნენ პენსიონერები, არ შეიძლება ქართული ოცნების წინაშე ტყუოდნენ ვეტერანები, არ შეიძლება ქართული ოცნების წინაშე იყოს ყველა მტყუანი, მრავალშვილიანი დედაც, ნარკოლოგიც, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ ძალიან მძიმე ნარკოტიკები შემოვიდა, მე ზურა სიხარულიძეზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, შემოსულია ჩვენს ბაზარზე, არის ზედოზირების კატასტროფული მაჩვენებელი, მიყავთ და მიყავთ ჩვენი ახალგაზრდები საავადმყოფოებში და ამ დროს ამ ნარკოლოგს
ქართული ოცნების, არ ვიცი, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელია თუ მოადგილეა, ქართული ოცნების დეპუტატი ეუბნება, რომ უფრო უკეთესად იცის ნარკოლოგია და ფსიქიატრია ეს სფერო და უსწორებს კიდე იქ რაღაცეებს, ვიდრე აი ამ დეპუტატმა, გესმით? და მეგობრებო, ხო არ შემიძლია მე ვთქვა, რომ ვარ ქირურგი, მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი ქირურგი იყო, ბავშვთა ქირურგი და რაღაცნაირად ყოველთვის ქირურგიასთან მქონდა რაღაცა შეხება. ხო არ შემიძლია ბრწყინვალე ქირურგს მე ვუმტკიცო, რომ მირმაინაშვილი გადასარევი ქირურგია და შენზე უკეთესია და მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. აი ეს რაღაცნაირი, როგორ გითხრათ, შეუვალობა, რომ არავისი მოსმენა არ გინდა. არავის აზრის გათვალისწინება არ გინდა, რომ გაქვს პრეტენზია პროფესიონალზე უკეთ იცნობ თურმე ამა თუ იმ დარგს და სფეროს ეს რაღაცა სულად არაადეკვატურ ფორმებს იძენს მე თუ მკითხავთ. ზარია ხო ეთერში დიდხანს ვალოდინე ტელემაყურებელი, მაგრამ ბოდიშს გიხდით. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ქალბატონო. გისმენთ გიხარია თქვენი ეკრანზე გამოჩენა დიდი პატივისცემის ქალბატონო ისა. იცით რა არის ვისმენ ახლა გადაცემას და ხელი ბატონის ახალ მოურავის გადაცემასაც ვისმენ და ხშირად თქვენ ეკრანზე ტელევიზიის გამოსვლას თუ ვუყურებთ ეს გადაცემას. მე მინდა თავრობის გასაგონად ქალბატონო ირმა, რომ კარგ ხელისუფლებას არასდროს არ უნდა დასჭირდეს ტოლები და ბოტები. იმიტომ რომ უშენ კარგი ხელისუფალი ხარ, ჩვენ ისედაც დაგინახავთ მოსახლეობა. იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ხედავთ ბრმები არა ვარ. გამოდიან ისინი საარჩევნო როცა საპარლამენტო არჩევნები იყო და თუნდაც დღესაც რომ ოქტომბერში აკეთება კიდევ რამე მუნიციპალიტეტისა თუ მერობიდან ვეღარ გავიგე. ხო და აბა ისინი დღეში ამბობენ რომ ჩვენ ვაგებთ ამ გზე. ჩვენ ვამაყენებო. მაგე და რო სარგებლებს ნახულობს და ვაგებთ ამ გზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ პენსიონერებმა რა დაგიშალეთ. 70-მდე რო დაწყავით და მე 70 ახლა ეს და 350 გადმოგვიწევთ პირველი იანვრიდან. ჩვენ თავები როგორ უნდა გავიტანოთ? ბაზარში სიცირე, მაღაზიაში სიცირე, აფიაკებში სიცირე, ბანკები გვახსოვს და ისე ეს ბანკი წელი არის ეს ლიბერტი ბანკი. ჩვენ დებინები ყარა ვართ მესაყნეობა. ყველაფერს ვხედავ და რა ვხედავ. მადლობ, დიდი მადლობა. აი ტროლებზე და მადლობა ზარისთვის, ტროლები, ბოტები, მე ტელემაყურებლის იმ ნაწილს, ვინც ამ ტერმინებში კარგად ვერ ერკვა, მინდა აუხსნა, რომ ეს არის რაღაც სხვა სახელი და გვარები ქვია და სხვა ადამიანები წერენ სინამდვილეში. და აი ეს თემა კიდევ უკან მინდა დავბრუნდე აქტუალური რატომ არის ცით ქეთი დუმბაძე ყველა იცნობთ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ძალიან კარგი ადამიანი ჩვენი მეგობარი წერალთა სახლს ხელმძღვანელობს ახლა და უბრალოდ გააკეთა ესეთი კომენტარი როცა კითხეს რომ აი პატიმრებზე რა სიტყოდით თქვენო და ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელმა ნოდარ დუმბაძის შვილმა თეთრი ბაირაღების ავტორის შვილმა რა პასუხი უნდა გასცეს თქვენი აზრით ამ შეკითხვას იმედია არ ფიქრობთ და არ მეტყვით რომ ქეთი დუმბაძის პასუხი უნდა ყოფილიყო და უნდა იყვნენ დაჭერილები და დაალპეთ ციხეში და ციხე არაკმარეთ და მოკალით და გაანადგურეთ და მოსპეთ ქეთი დოლიძემ ძალიან მოკლე და გასაგებად უპასუხა. მე არ ვიცი არ არიან სინდისის პატიმრები პოლიტბაზის არ არის ჩემი სფერო, მაგრამ მე რა უნდა ვთქვაო, უნდა გათავისუფლდე რა თქმა უნდა ამას ვისურვებ და გამოვფენდი თეთრ ბაირაღებსო. აი ეს გახდა საკმარისი იმისათვის, რომ ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის სხვათა შორის მხარდამჭერი ქეთევან დოლიძე გამოეცხადებინა ქართული ოცნების ამ ჯგუფებს ლამის ხათუნა კალმახელიძედ. რომელიც სხვათა შორის რომელსაც
პასუხი არ უგია და თავისუფლად დანავარდობს თბილისის ქუჩებში, ვითომც არაფერი, ვითომ მის დროს არაფერი არ ხდებოდა ამ პენიტენციურ სისტემაში. და ეხლა ის ხალხი, ქართული ოცნების ის ჯგუფები, რომლებიც კოჰაბიტაციით იყვნენ დაკავებული ამდენი წლის მანძილზე და პირდაპირ ამბობდა მათი გენერალური პროკურორის მოადგილე ნაცვლიშვილი, დამავიწყდა იმის სახელი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომ კი გქონდაო სისხლის სამართლის საქმეებიო, აღსაძრავი და აღუძრავდითო იმდენი ფაქტი იყო, მაგრამო არ აღუძარითო, იმიტომ რომ რაღაცნაირადო მე პარლამენტში ხო უნდა ყოფილიყო ეს ხალხიო ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობდა და ეს დანაშაულის დაფარვა და დამნაშავეებზე ხელის დაფარება არ არის? და ეხლა ნუ იტყვით, მოდი და ნუ იტყვით და პატრიოტ ალიანსი ყოფილა ნაცებთან შეკრული და ესენი ყოფილან მგზნებარე დაპირისპირებულები მგზნებარე ნაცმოძრაობას და რომლებმაც 12-13 წლის მანძილზე სხვა არაფერი აკეთეს პოლიტიკურ ველზე თუ არა ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლება. აი მკვდარს აცოცხლებდნენ, სულს უბერავდნენ, რეანიმაციას უკეთებდნენ, რომ რამენაირად პატრიოტ ალიანსი კი არ ყოფილიყო ქართული ოცნების თავარი ოპოზიცია, რისი ყველანაირი საფუძვლები იყო და დღესაც არის. არამედ ის უნდოდა ის დისკრედიტებული, ის რომელთანაც თავს უკეთესად წარმოაჩენდა. და ეხლა სხვა რამე მინდა კიდევ თქვა, აი სამართლიანობისთვის, რომ ცნობილი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ახლა იმ ფრთაზე ვლაპარაკობ, იმ ლიბერალურ პოლიტიკურ ველზე და იმათ ტროლბოტებზე. ლევან კოღუაშვილი, რომელმაც დააფიქსირა მისი პოზიცია დათა თავაძის სპექტაკლთან დაკავშირებით, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, რაღაცა ჩვენთვის მისაღებია, რაღაცა მიუღებელია და ახლა იმ ფლანგიდან ლევან კოღუაშვილი აღმოჩნდა შეტევის მსხვერპლი და მიდის ახლა გამალებული შეტევა სოციალურ ქსელში, ძირითადად ლევან კოღუაშვილის ძალიან ნიჭიერი გამოჩენილი ჩვენი თაობის გამოჩენილი რეჟისორის წინა და ეს ყველაფერი არის ამაზრზენი. ჩვენ საცხოვრობთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რისთვის ვიბრძოდი, აი ძალიან პატარა ვიყავი, ჩემ შვილებზე პატარა ვიყავი, როცა წავედი ომში, ცხინვალი, სოხუმი, ჭუბერი გამოვიარე, 1000 უბედურება ჩემ ცხოვრებაში რომ დაითვალოთ, ძალიან ცოტა არის სასიხარულო დღეები. ძალიან ბევრია ტანჯვა, განსაცდელი, სიმძიმეები, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ჩემთანაც ხდებოდა, იმიტომ რომ ყველგან ვიყავი. მარტო მე არა სხვებიც იყვნენ, ჩემზე უკეთესი ხალხიც იყო იქ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები და აი ეხლა ეს ყველაფერი რომ გავიარეთ და ვფიქრობ, ხმას ვიღებდი ყოველთვის. სტუდენტი რო ვიყავი და დავით გარეჯთან დაკავშირებით პოლიგონზე რო გამოვედით და უნივერსიტეტის ეზოში დავსხედით იმ კომუნისტური ეპოქის პერიოდში. მაშინაც ვიღებდი ხმას, მერეც ვიღებდი ხმას, სააკაშვილის დროსაც ვიღებდით ხმას და ვიბრძოდით და ბოლოს ჩვენი დიდი ძალის ხმევით მოხდა, რომ ის ბოროტება დაემხო. და დღეს გესმით რა ვითარებაში ვარ და რა ქვეყანა მივიღეთ ჩვენ რომ თურმე არ შეგვიძლია, იცით თურმე დღეს მიკრძალავენ ვიღაცა ზონდერ პოლიციელები თუ ვინ არიან, სადამსჯელო პოლიცია შექმნა ოცნების რაღაცა ჯგუფმა სოციალურ ქსელებში და გაგაჩუმებენ. მე რო შეხედავ სხვა ადამიანი რომ ამათ გალანძღეს, გათათხეს, შეურაცხყოფა მიიღეს, ის აღარ იღებს ხმას. მე უკვე პანაშვიძე წავიდა და ესენი დაინახა და არ ვიცი რას იფიქრებენ, არც გამარჯობა, არც ნახვამდის, გოჩა ჯოჯუამო ხელი ჩამოართვაო და ეს საქართველოა მეგობრებო. ხელის ჩამორთმევა, მისალმება, გამარჯობის თქმა და შეკვრა სამშობლოს ღალატი და ის 1000 ნაძირალობა, რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა, ყველა ორივე მხარე აკეთებდა ამას, ის მხარეს და ეს მხარეც. ეს სხვა რამე არის კიდევ. და მინდა რომ ყველა ამაზე ძალიან ღრმად დავფიქრდეთ, კარგად გაანალიზოთ ეს ყველაფერი და როცა ვლაპარაკობთ გამოსავალზე,
ჩვენ გამოსავალზე ყოველთვის უსვამთ ხას, რას ვფიქრობთ? იყო ეტაპი, როდესაც ქართულ ოცნებას ღიად ვეუბნებოდით, რომ მოდი შევქნათ საკოორდინაციო საბჭო, ყველა პარტია მონაწილეობდეს ამაში, რაღაცა გამოსავლის გზებზე ვიფიქროთ ერთად. ეხლა დავით არხანმოურავმა გუშინ ისაუბრა გადაცემაში ჩვენს კიდევ ერთ მორიგ პროექტზე, რომელსაც საყოველთაო გამოკითხვის პროექტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია თუ ტვინს გაალღობს ქართული ოცნების ზოგიერთი ძალიან რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი და მიხვდება რაზე ვლაპარაკობთ, უნდა მიხვდეს, რომ ეს საყოველთაო გამოკითხვის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს, ჩამოიწერება პარტიები, გამოიკითხება, ხმოვანი გამოკითხვა იქნება, ნახეთ თქვენ ტელევიზიით ეთერში, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით, აუდიო, ანუ გამოკითხვა და დააფიქსიროს ყველამ თავისი პოზიცია, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს და გაირკვევა მერე ვის აქვს 2%, ვის 22 და ვის 42. და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა ყველა საელჩოსი, ჩართულობა ყველა პარტიის, ამას ხაზგასმით ვამბობ მე, ამ ფლანგის, იმ ფლანგის, მოავლინონ ამ პარტიებმა თავიანთი წარმომადგენლები, იმონაწილეონ ამ პროცესში, რომ იმათაც დაინახონ თავად რა რეიტინგი აქვს, სხვებს რა რეიტინგი აქვს და რა მხარდაჭერა აქვს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ამ დღეებში საჯარო წერილს გავავრცელებთ, კიდევ ერთხელ ეს იქნება ჩვენი მორიგი ინიციატივა და მე იცით რას გეტყვით? თუ არც ეს გინდათ, არც ის გინდათ, ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდშიც მოქმედებდით. ძალიან ბევრი იყო შეტევა ჩვენზე და ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, მაგრამ არ გავჩერებულ ვართ, მოქმედებდით, ვიბრძოდით და მივაღწიეთ შედეგს. აი, ვაი რომ ის შედეგი, რასაც მივაღწიეთ, რო ვფიქრობ ხოლმე ზოგჯერ მთელი ჩვენი ბრძოლა რომ ახსენდება რაღაცნაირად წყალშია ხოლმე გადაყრილი. და განსაკუთრებით აი იმ ადამიანების კომენტარებს რო კითხულობ, რომლებსაც სამშობლოსთვის სულ პატარა რამე, აი ეს პატარა რამეც კი არ გაუკეთებიათ პატრიოტთა ალიანსის გუნდისგან განსხვავებით. ვცეთ ერთმანეთს პატივი რა. დავაფასოთ ერთმანეთის წარსული დავაფასოთ, ის 8 წელი დავაფასოთ, რაც თქვენ ყველამ ქართველმა ხალხმა ჩვენ გავიღეთ. დავაფასოთ ერთმანეთის წესიერება, პატიოსნება, ნუ ვიქნებით ესეთი ჩასაფრებული, მართლა რაღაცა გაბოროტებული, სამყაროზე გაბოროტებული არსებები. აი ესეთი გაბოროტება და სიძულვილი კარგ ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენ კიდე ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის გვინდა კეთილი, ლამაზი, ბედნიერი და არა დაბოღმილი და გაბოროტებული საქართველო. ასე რომ მე ამ სურვილით, გემშვიდობებით კიდევ ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს. დღეს კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით ობიექტივი განაგრძობს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.